Ასულ კვირას რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ახალი დოქტრინა გამოაცხადა სახელწოდებით ნულოვანი თანადგომა, რაც თითქოს გარეშე მტრებთან და მათ აგენტებთან დაპირისპირების მორალური ერთიანობის ამოცანისთვისაა. სინამდვილეში კი მორალური ნგრევის პროგრამაა. 4 ოქტომბრის მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში მომხდარი ბუნდოვანი და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები დატვირთული ინციდენტი რეჟიმმა შანსად აქცია. დროებითი, მაგრამ მისთვის აუცილებელი მორალური უპირატესობის ილუზიად. რეპრესიების მორიგი ტალღა ისეთივე სასტიკი არაა. ხალხს არ სცემენ, არ აწამებენ, აღარ ასაჩხიჩრებენ, პირში არ აფურთხებენ, მაგრამ დევნა უფრო ფართო და მასშტაბურია. აქციის ორგანიზატორების გარდა 50-მდე ადამიანია ჯერჯერობით აკავებული, რომელთაც მრავალწლიანი სასჯელები ელით. თუმცა ავტორიტარიზმის ურჩხულს ეს არ დააკმაყოფილებს. მისი ამოცანაა ამ მომენტით ისარგებლოს და რეპრესიის და პროპაგანდის კოცონს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის, პროფესიული ჯგუფის ავტორიტეტი და ცხოვრება შეუნთოს. ყველა ქვეყნის თუ ცივილიზაციის ისტორიაში არსებობს ფაზა, როდესაც ოპონენტების წინააღმდეგ დაპირისპირებაში ხელისუფლებები, რეჟიმები დადგენილ ეთიკურ ხაზებს გადააბიჯებენ. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ჩვენ შეგვეხო და უფრო მეტად გვახსოვს, მაგრამ არა მხოლოდ ამის გამო, საბჭოთა გამოცდილება სისასტიკის და კიდევ უფრო მეტად მორალური ხრწნის მხრივ განსაკუთრებულად უნიკალურია. ამ მოვლენას სახელად აქვს სიტყვა ტრავля. სხვა ენაზე მისი თარგმნა რუსულიდან წარუმატებელი მცდელობაა. ქართულადაც ის სიტყვა სიტყვით მხოლოდ მოწამვლას არ ნიშნავს. ტრავლა არის სისტემური ნადირობა ადამიანზე და ადამიანობაზე, როცა მას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურად კლავენ. როცა სამიზნედ აქცევენ მათ, ვინც ფიქრობს, ვინც საუბრობს, ვინც არ ემორჩილება. ვისაც ამ სიტყვის კი არა მოვლენის შინაარსის გაგება გსურთ, გაიხსენეთ ბოლო ერთი კვირის ახალი ამბებიდან რა შეიტყვეთ. რეჟიმის პრემიერის, მათი პროპაგანდის და მთელი სისტემის მხრიდან, ვინ გახდნენ თავდასხმის ძირითადი ობიექტები. პროფესორი მარინე ჩიტაშვილი, რომლის სრულიად უწყინარმა მცდელობამ ფსიქოლოგის კუთხით გაეანალიზებინა, რა საფრთხის მატარებელია საზოგადოებისთვის ნულოვანი თანადგომის პოლიტიკა. არათუ შეტევის პროპაგანდისტული შტორმის მიზეზი გახდა. პროფესორი რეჟიმის პრემიერის მხრიდან რადიკალიზმის იდეოლოგად მოინათლა, რომლის განზოგადებითაც საუნივერსიტეტო სივრცეში დასუფთავების აუცილებლობაზე გადავედით. ამავე კვირაში შევიტყვეთ საზარელი ამბავი გლდანის ციხის უფროსის სავარაუდო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მეორე დღეს პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავეს. არაბეთიდან მოტაცებული, სატუსაღოში დამწყდეული და იქვე სასტიკად ნაცემი ივანიშვილის პირადი პატიმრის ბაჩიაშვილის საქმეზე რეჟიმის მიერ შეთითქმული ვერსიის გასამაგრებლად სისტემამ დაიწყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ადვოკატის დავით ჯანდიერის მიმართ საქმის ფალსიფიცირება. სტრასბურგში გირგვლიანი საქმის მომგები, თავისი კვალიფიკაციით, საქმიანი რეპუტაციით და პატიოსნებით გამორჩეული ქართველი ადვოკატის მიმართ დაწყებული ეს კამპანია მთელი საადვოკატო კორპუსის და ზოგადად დემოკრატიულ სამყაროში საადვოკატო საქმიანობის ეთიკის და სახელმწიფოების მიერ უზრუნველყოფილი ყველა გარანტიის მორღვევის და განადგურების მცდელობაა. ადვოკატები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი მაინც არიან, რასაც ვერ ვიტყვით სასულიერო დასზე, რომლის წარმომადგენელსაც ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი პირადად აყენებს შეურაცხყოფას. პარტიის მიერვე ორკესტრირებული გაშავების კამპანია სიბილწის და ადამიანური დაუნდობლობის ახალ რეკორდებს იპყრობს, მაშინ როცა ინსტიტუცია დუმს. ყველა ხვდება ვის მიერაა სანქცირებული ეს პროცესი. იმის, ვინც საპატრიარქოს კრებსების და შანტაჟის ენით ელაპარაკება. კიდევ ერთი მაგალითი. ისედაც უსამართლო 9 თვის განმავლობაში ციხეში გამოკეტილ და იძულებით გათავისუფლებულ ექიმზე პროპაგანდისტული ტერორი უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი სისტემატურად იმეორებს მათ დისკრედიტირებელ ფრაზას, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ექიმი თურმე ბავშვებს მორფს პარავდა. არანაირი მტკიცებულება, არანაირი სამართლებრივი შინაარსი. ეს უკვე არაა შემთხვევითი ბოროტება. ეს არის დეჰუმანიზაციის მიზანმიმართული ტაქტიკა, რუსული პროპაგანდის ქართული ენა, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის ადამიანური სახის წაშლა.
ქართული ოცნება საბოლოოდ იქცა რუსული რეჟიმის ანარეკლად. ხელისუფლებად, რომელმაც საფლავიდან წამოაყენა ჩვენი ტოტალიტარული მემკვიდრეობის გახრწნილი გვამი, რომელიც ფაქტია, რომ სათანადოდ არ დაგვიმარხავს. ამათ ხელში ტრავლა გაგრძელდება. ჯერ სიტყვით, შემდეგ დევნით, ბოლოს კი პატიოსანი, პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანების სიკვდილამდე მიყვანით. თუ არ გავიაზრეთ საფრთხის მასშტაბი, თუ არ მოახერხეთ მობილიზება, ისინი გაბედავენ ყველაფერს. ევროპასთან განშორების რეფერენდუმსაც, არჩევნებად მონათლულ ფარსაც, კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური სწრაფვის წაშლას, კი არა, რუსეთის მონობის ახალი ტრაქტატის გაფორმებას და მონათა შორის პირველი მონის დინასტიის დაფუძნებას. როგორც გამოგვიცხადეს, ეს არის ნულოვანი თანადგომის დრო. მაგრამ ზუსტად ამიტომ ეს არის დრო, როცა თანადგომა ადამიანურობის ერთადერთი საზომი ხდება.